გამარჯობათ. მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი ტელეეთერებიდან ყოველთვის საინტერესო ინფორმაციებს ვაწვდით საზოგადოებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაც გარკვეული ტიპის ამ ინფორმაციების ირგვლივ მუშაობთ, ასევე მიმდინარეობს აქ ჩვენს სტუდიაში იმ პოლიტიკური და იმ ეკონომიკური საკითხების განხილვა, რაც ჩვენ ქვეყნისთვის არის აუცილებელი და ჩვენი საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი მთლიან პოლიტიკური სტაბილიზებისათვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ეხლა ჩვენ ქვეყანაში კიდევ და კიდევ არსებობს და არის ძალები, რომელიც ძალების ფაქტიურად ცდილობენ, როგორ ამ ქვეყანაში არის მდგომარეობა ეკონომიკა მთლიან თავიდან ბოლომდე ამოაყირავონ და ასევე მთელი ეს პოლიტიკური პროცესები თავდაღირა დააყენონ. ეს ძალები არის დასავლეთის მიერ დაფინანსებული ძალები, აგენტურული ძალები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საკმაოდ კარგად და კომფორტულად გრძნობენ ჩვენ ქვეყანაში თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ვერ აღიქვამს და ვერ ახდენს იმ აგენტურული ძალების ლოკალიზებას, რომელიც ანგრევს ამ ქვეყნის პოლიტიკას, ისე ეკონომიკას. ხედავთ, რომ სოფლიოში ელვისებური ტემპით და სწრაფად ვითარდება ყველაფერი და ყოველდღიურად ახალ პოლიტიკურ ინფორმაციებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვისმენთ. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ ამ დროს ხედავთ, რომ რაღაცა დამოხრუჭებულია და ვერ ხდება და არანაირი ნაბიჯები არ იდგმება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს იმ მოჯადოებული წრის გარღვევა, რომელიც მოჯადოებული წრის საფუძველზე ქვეყანა დამოხრუჭებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. და რაშია საქმე და რატომ არის ეს ყველაფერი და რა არის იმისათვის საჭირო, რომ ამ ქვეყანაში გაირღვეს ეს მოჯადოებული წრე და დაიწყოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური წინსვლები და ქვეყანას შეექმნეს უსაფრთხოების ქოლგა. ამისთვის საჭირო არის, რომ მოხდეს ქვეყანაში ნება, გაბედულობა და ვაჟკაცური ნაბიჯების გადადგმა და დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, რომლის საფუძველზეც ჩვენ რაღაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, რომელიც საკითხებიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და მიცემს ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას წინ წაწევას. მაგრამ ვერ ბედავს ამას ხელისუფლება, ვერ აკეთებს. საინტერესო არის და მართლაც არსებობს კითხვები ამის და ჩვენს გვაქვს ეს კითხვები. რაშია საქმე, რას ნიშნავს ეს და რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება? ამბობენ ერთს ამბობენ, რომ ჩვენ უკვე თავიდან ბოლომდე დაუპირისპირდით დასავლურ ზეწოლებს, ჩვენ გამოვედით და გამოვძვერით სწორედ ამ დასავლური ოკუპაციის მარწუხებიდან და ვართ დამოუკიდებელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები და დამოუკიდებელი პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ ამას მე მაგალითად პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას არ აქვს ჩემში ვერ აღვიქვა ამას, რომ ამას ეს მართლა ხდება და მართლა აკეთებს ამას ხელისუფლება. პირიქით არის ეს ყველაფერი, მით უმეტეს ამ ბოლო დროს, როდესაც ჩვენ რაღაც გარკვეულ გვინდა რომ რაღაც ქვეყანამ ნახოს და წარმართოს თავისი პოლიტიკა სტაბილურად და დაიწყოს რაღაც ურთიერთობების დალაგება რუსეთთან, ამ დროს რაღაც უცნაურად იქცევიან და კვლავ გაიძახიან, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანაო და ევროკავშირის წევრი ქვეყანა ეს კარგად გამიგეთ რა. თვითონ ევროპელები ამბობენ, რომ თქვენ არ ახართ ევროპის მაშინ ოჯახში არ მოიაზრებითო და ჩვენ რატომ მივდივართ იქით, საერთოდ არ არის ჩვენი ადგილი და საერთოდ აბსოლუტურად საერთოდ არც კი მიგვიღებენ, ხო? რატომ არის ის, რომ 24 საათი და მუდმივად გავიზახეთ იმას, რომ ჩრდილო-ატლანტიკური სივრცეში და უნდა გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანაა, რატომ? როდესაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ნატოს უნდა დავტოვოთ. ხო, ამას ამბობს კაცო, ღიად იძახის ამას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. და მით უმეტეს ნატომ უკვე თავისი მოჭამა უკვე ამ ქვეყანაზე და ამ თავის არსებობიდან გამომდინარე და არავითარი მან შედეგი ვერ დადო ვერც ქვეყანაში, რომელ ქვეყნაშიც ისინი დღეს მოღვაწეობენ, ხო?
ამიტომ ეხლა ჩვენ დღეს ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ იმ აუცილებელ საკითხზე, რომელიც საკითხიც არის ქართულ-რუსული ურთიერთობები და რატომ უნდა დაალაგდეს რუსეთთან ურთიერთობები და რატომ უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი შმაგი რუსმანაშვილი. მოგესალმებით ბატონო შმაგი. ბატონი შმაგი ჩვენთან ხშირად არის ყოველთვის სტუმრად და მას ძალიან სწორი ანალიზი და ძალიან სწორი ხედვები აქვს სწორედ ამ მიმართულებით ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ბატონო შმაგი, აი ახლა ამ ბოლო დროს ჩვენ მართლაც ძალიან ისეთი საგანგაშო განცხადებასაც მოусმინეთ რა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რომ საკმაოდ ახლა მე თუ კითხავ სადღაც სწორიც არის ის ადამიანი რომ თქვენ მეორე სააკაშვილები ხართ ასე თქვა ამ ადამიანმა და ბიჭო იტყვის ეს ადამიანი იმას არაერთხელ გითხრა რომ დავხსნათ ვისაუბროთ და შედგეს კონსტრუქციული დიალოგი და ამის საფუძველზე დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება. აქ კიდევ სხვა რაღაცები ხდება ახლა. თუ იმის ეშინიათ რომ ხვალდაზე ვიღაცები მიტინგებს მოუწყობენ და არიქა და ხელისუფლებას დაამხობენ, ეს გაიარა უკვე ხელისუფლებამ და გადალახა ეს წინააღმდეგობები და დაინახეს ის რესურსიც არის ამის საწინააღმდეგო, ხო? არის რაღაც პირდაპირ თქვა რა 5% რომელიც ეწინააღმდეგება ამას ყველაფერს, ხო და 5%-მა როგორ უნდა შეგაშინოს და როგორ უნდა შენ გადაგადგმებიოს შენი ქვეყნის და შენი ქვეყნის მოსახლეობის საწინააღმდეგო ნაბიჯები. როცა ჩვენ პირდაპირ დიალოგი უნდა დავიწყოთ რუსეთთან და პირდაპირ დიალოგის საფუძველზე დავიწყოთ ტერიტორიული თანამდებობის აღდგენა, ეკონომიკური სიტუაციების დაბალანსება, პოლიტიკური მდგომარეობის სწორად მართვა. რა არის დღეს და რატომ არის დღეს ასეთი პრობლემატური ის რომ ხელისუფლება ვერ მიდის დღეს და ვერ ესაუბრება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ძალიან კარგი. გამარჯობა დატოვებისგან. მოგესალმებით ბატონო ტელემაყურებლებო. საკითხი არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან ფართო და ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისათვის და ქართული სახელმწიფოს ნორმალურად ფუნქციონირებისათვის. ჩვენ პირველ რიგში ახლა რომ ესე იგი რამე ჭრილში რომ განვიხილოთ საქართველოს რუსეთის ურთიერთობები, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი ბოლო მოვლენების დინამიკა და ვექტორი, საიდან წავიდა უკვე მსოფლიოს პოლიტიკა და როგორ კეთდება დღევანდელი მსოფლიოში პოლიტიკა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ შარშან ალიასკაში ანკორიჯში პრეზიდენტების პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე ესე იგი გადაწყდა ყველა ის შეთანხმებები, ერთმანეთში შეთანხმებები გადაწყდა, რომლებმაც ესე იგი გამოიწვიეს ამ შეთანხმებად, ამ შეხვედრამ გამოიწვია უკვე მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური მატარებლის აჩქარებულად დაიძრა გეოპოლიტიკური მატარებელი. და ჩვენ ხედავთ რომ განსაზღვრული სახელმწიფოების პოლიტიკური ელიტა არ აღმოჩნდა მზად ამ პოლიტიკური ესე იგი ამ გეოპოლიტიკურ მატარებელში ჩასვლისათვის. და უკვე ესე იგი ჩვენ ხედავთ ათასნაირ ესე იგი აბსურდულ განცხადებებს, ათასნაირ ესე იგი სხვადასხვა სახელმწიფოების ხელმძღვანელებს, ევროკავშირის ჩათვლით, ევროკავშირის სახელმწიფოების ჩათვლით, ჩვენ ხედავთ ათასნაირ აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ასე იგი ამ პრეზიდენტების გადაწყვეტილებებს. რა არის ეს რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული? ესე იგი შეიქმნა დღევანდელ მსოფლიოში შეიქმნა დღეს ამჟამად შექმნილი არის უკვე პრაქტიკულად ესე იგი ზე სახელმწიფოების მძიმეწონოსანი სახელმწიფოების ტრიუმვირატი პეკინი, მოსკოვი და ვაშინგტონის წევრობით. აი ამ ამ სამმა სახელმწიფოების ტრიუმვირატმა უკვე აიღო თავის თავზე ესე იგი მსოფლიოში პრობლემების გადაწყვეტა და მათი დარეგულირება. ესე იგი ამ ტრიუმვირატმა პრაქტიკულად უკვე მოშალა მეორე მსოფლიო ომის მერე ესე იგი დამკვიდრებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური წესრიგი. უკვე ამათმა ეს უკვე წესრიგი უკვე დიდი ხანია იყო მოშლილი ესე იგი ნატოს ოპერაციებმა რო გააკეთეს იუგოსლავიაში, მის შემდეგ ეს გეოპოლიტიკური და ნატოს გაფართოების
ესე იგი ტაქტიკა, რომელიც მაგათმა წამოიწყეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, მაშინ პრაქტიკულად უკვე ამ გეოპოლიტიკურ წესრიგს უკვე მოშლილი იყო უკვე. მაგრამ ამ 30 წლის განმავლობაში უკვე ეს ყველაფერი პროცესები რომ მიდიოდა, ესე იგი ამ მაშინდელი სამეულის გადაწყვეტილებები, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულების გადაწყვეტილებების საწინააღმდეგო რომ მიდიოდა ეს პროცესები, დღეს უკვე ესე იგი პრაქტიკულად ამათმა დაუსვეს ხაზი. დღეს უკვე დამთავრდა, ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამთავრდა დღეს ესე იგი მსოფლიოში არსებული მეორე მსოფლიო ომის მერე არსებული გეოპოლიტიკური წესრიგი. უკვე ამით პრაქტიკულად დამთავრებულია და ახლა მიდის ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბება, ფორმირება და მათი მთელ მსოფლიოში ესე იგი გავრცელების წინაპირობებში უკვე მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარეობს მუშაობა ჩვენ უკვე ვხედავთ ძალიან ფორსირებულად მთელი ამ სამი სახელმწიფოების მთელი დიპლომატიური და საზოგადოებრივი აქტივი მობილიზებული არის. ყველა ის საკითხები, რომლებიც პრობლემური არის დღევანდელ მსოფლიოში, ისინი გადაწყდეს და მსოფლიო უკვე ჩაერთოს ახლად განვითარების ფერხულში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაწუხებს, რა თქმა უნდა, ჩვენი საქართველოს ბედი. ჩვენი საქართველოს ბედი და ჩვენი საქართველოს მდგომარეობა რომ განვიხილოთ, ჩვენ არ უნდა დაგავიწყდეს რა შეგვემთხვევა ჩვენ და რა განხორციელდა ამ 30 წლის მანძილზე. ჩვენ სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ 30 წლის მანძილზე და ცოტა მეტი საქართველოში გარკვეულმა ძალებმა, ეს არის დასავლეთის ესე იგი იმპერიალიზმის ძალებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, რომლებმაც თავისი ესე იგი კარგად დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაშალეს სტალინის და ბერიას მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი, დაშალეს და ესე იგი ამხელა სახელმწიფოები დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ლოზუნგების თანხლებით რეალურად გადააქციეს თავიანთ კოლონიად და მოხდა ამ ესე იგი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის და სოციალისტური სისტემის სახელმწიფოების, რომლებიც იყვნენ მსოფლიოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ესე იგი მათი მასშტაბური გაძარცვა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ გაძარცვამ ესე იგი დასავლური კაპიტალიზმი წამოაყენა ფეხზე, იმიტომ რომ 1986-87 წელში უკვე დასავლეთში ძვინვარებდა დიდი ეკონომიკური კრიზისი. დიდი ეკონომიკური კრიზისი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლამ და აქ მათმა ესე იგი ამ ჩვენი საბჭოთა ხალხის მიერ სიმდიდრეების შექმნილი სიმდიდრეებისა და ბუნებრივი წიაღისეულის გაძარცვამ ამერიკის ესე იგი დასავლეთის კაპიტალიზმი ფეხზე წამოაყენა და კიდევ მოაძლიერა. ესე იგი ჩვენ უნდა ვთქვათ დაბეჯითებით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ ეკონომიკურად წამოაყენა ფეხზე და გააძლიერა დასავლური კაპიტალიზმი. საქართველოში კი ჩვენთან მოხდა ძალიან დიდი სპეციფიკური მოვლენები, რომლებიც იყო ესე იგი გამოყოფილი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცეში, სხვა რესპუბლიკებში რაც ხდებოდა, ამ 15 რესპუბლიკებში რაც ხდებოდა, საქართველოს ჰქონდა თავისი განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ ახლა როგორც ვხედავთ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მთავარი მიზანი ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში დასავლეთის მთავარი მიზანი გახლდათ, ესე იგი საუკუნეობრივი უძლიერესი ტანდემის, ქართველებისა და რუსების ტანდემის გახლეჩვა და ურთიერთგადამტერება. აი ეს იყო მთავარი, ესე იგი მათი პარადიგმა. ამისათვის საქართველოში მოაწყვეს დიდი სადამსჯელო ოპერაცია. ქართული საზოგადოება ესე იგი გადაიყვანეს ქართულ საზოგადოებაში თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის ესე იგი ფსევდო ამ ლოზუნგებით მოახდინეს საბჭოთა მშრომელი ქართველი მიამიტი პატიოსანი ადამიანების, მშრომელი ტალე ნიჭიერი ადამიანების, რომლებიც იყვნენ დამოუკიდებელი პროგრესზე და იყვნენ პატრიოტები, საქართველოს პატრიოტები, აი ამ მოსახლეობის ცნობი დიდი ესე იგი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მოახდინეს ქართული საზოგადოების ცნობიერების შეცვლა და მას მიაწოდეს ყალბი ლოზუნგები, რომ ესე იგი თუ ჩვენ საქართველო
ესე იგი რუსეთს შეებრძოლება, ანტირუსულ პოლიტიკას დაიკავებს, ჩვენ ვიქნებ და ესე იგი გადავალთ დასავლეთის ბანაკში, ეგრეთ წოდებული დასავლეთის ბანაკში, საქართველო უფრო იქნება ძლიერი, მდიდარი და უფრო უკეთესად იცხოვრებს საქართველოს მოსახლეობა, ქართველები, ვიდრე ისინი ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. აი ასეთი იდეოლოგიებმა მოახდინეს, ესე იგი ყალბი იდეოლოგია მოახვიეს თავს ქართულ კაცს, ქართული საზოგადოების ცნობიერებას და ამ ცნობიერების პარადიგმაში უკვე ცხოვრობ ჩვენ 30 წელზე მეტია. მაგრამ აქ თავარი არის, ესე იგი ჩვენ კიდევ ამას თავი მოგვახვიეს, რომ ესე იგი საქართველოს განვითარების ნაცვლად ანტირუსული იდეოლოგიური პოლიტიკა მოგვახვიეს თავს. მოსკოვში მოკალათებულმა თავიანთმა ემისრებმა, კრემლში მოკალათებულებმა დაიწყეს ანტიქართული პოლიტიკის გატარება რუსეთში, საქართველოში თბილისიდან ანტირუსული პოლიტიკის გატარება და განვითარების ნაცვლად ჩვენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს თავს მოახვიეს რუსეთთან მუდმივი ომის პარადიგმა, ომის იდეოლოგია. აი ამ იდეოლოგიაში ცხოვრობ დღესაც ასე ცხოვრობ. ესე იგი, ქართველი კაცი დაარწმუნეს იმაში, რომ ჩვენ თუ რუსებს შევებრძოლებით, ვემომებით მთლიანად, ესე იგი, ეს იქნება ჩვენი გაძლიერებისა და გამდიდრების სამწესდარი. აი ასეთი ფსევდო ცრუ, ესე იგი, ყალბი იდეოლოგიის ქვეშ ვიმყოფებით, ესე იგი, ამდენი წელია, 1990 წლიდან ვიმყოფებით აი ასეთ, ესე იგი, ცრუ პოლიტიკურ პარადიგმაში, რომელიც აყვანილია სახელმწიფოებრივ რანგში. მაგრამ დღევანდელი მოქმედებები უკვე ჩვენ უნდა შევხედოთ რეალურად და გავიგოთ, რომ ეს სიყალბე უნდა დამთავრდეს. როდესაც საზოგადოება ცხოვრობს დიდ სიცრუეში და დიდ სიყალბეში, იქ არავითარ პროგრესზე და არავითარ განვითარებაზე რაპარაკი ზედმე საუბარი ზედმეტია. პირიქით, ჩვენ განვიცადეთ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური და კულტურული რეგრესი. ჩვენ მოვხდით ძალიან დიდი კატასტროფებისა და ეროვნული კატასტროფის წინაშე. სახელმწიფო ჩვენი ერთიანი საბჭოთა საქართველო, ერთიანი საქართველო გაყოფილი არის სამ ნაწილად არის გაყოფილი, რომელიც არის ერთმანეთზე განამტკიცებული. აი ასეთი მივიღეთ კატასტროფა, ეროვნული კატასტროფა. მთელი მოსახლეობის ისეთი ეკონომიკური წყობა შეგვიქმნეს, კოლონიური, ჩვენ გავაქციეს კოლონიად და ამ კოლონიური, ესე იგი, ეკონომიკის, ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მოგვახვიეს თავზე, რომელიც არის ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც არ ემსახურება საქართველოს განვითარებასა და საქართველოს პროგრესს და გაძლიერებას და გაევას. ამისათვის ჩვენ უნდა უკვე მთელი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ისევ იმ რადგანაც ევროკავშირი და ნატო უკვე თვითონ იშლება, ეს ტრიუმვირატი უკვე ამას შლის, ევროკავშირს უკვე შლის, აი ჩემგან ახსენები ტრიუმვირატი, უკვე დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უკვე ევროკავშირი პრაქტიკულად დაშლილია. ნატო პრაქტიკულად დაშლილია. ყველა სახელმწიფომა მიიღეს, ესე იგი, თავიანთი პრობლემებისა და თავიანთი საკითხების ძალადობრივი, ესე იგი, ოფიციალურად მიიღეს ძალადობრივი გადაწყვეტილების ქმედებების უფლება. ბატონო, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაგრამ მე მაინც ყოველ შემთხვევაში მინდა რომ თქვენ ჩაგეკითხოთ და საზოგადოებასაც უთხრათ, ხო? ეხლა ნახეთ თქვენ ახსენეთ ნატო და ევროკავშირი, ხო? ნატო და ევროკავშირის უძლურობას ფაქტიურად ჩვენ უნდა უთხრათ საზოგადოებას. თუ რა უძლური არის დღეს ნატო და ევროკავშირი, ეს ფაქტი სახელზე არის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია, სადაც ატოქვია სპეციალური სამხედრო ოპერაცია, სადაც იქ მასშტაბურად არ არის ჩართული რუსეთი და მთელი რესურსი და მთელი ძალები არ აქვს გამოყენებული ამ მიმართულებით. იქ არის მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და არა ომი. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები. და თქვენ წარმოვიდგინეთ, ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის წინააღმდეგ ჩაბმული არის მეორე მხარეს არათუ მარტო უკრაინა, არამედ ნატო და ევროკავშირი. როგორც ცოცხალი ძალით, სამხედრო ცოცხალი ძალით, არ გეგონოთ, რომ იქ ოფიციალური სამხედროები არ ღებულობენ მონაწილეობას. მე გეტყვით, როგორ ღებულობენ იქ ოფიციალური სამხედროები მონაწილეობას. გენერალიტეტი და ეს სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც არის ნატოს კონტინგენტი, ისინი გაყავთ შტატგარეთ, ანუ მათ ანთავისუფლებენ თითქოს სამსახურიდან და შესაბამისად არის შექმნილი კერძო სამხედრო
ისინი კომპანიები, სადაც ეს შტატგარეთ გაყვანილი ოფიციალური სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცრები და გენერალიტეტი წევრიანდებიან ამ კერძო სამხედრო კომპანიებში და ღებულობენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ხო? ანუ მან მთელი ევროკავშირი როგორც ცოცხალი ძალით ასევე ჩაბმული არის მთელი სადაზვერვო მონაცემები და მართვა რაც ხდება მთლიანად ამ ფრონტის ხაზის ხდება სწორედ ნატოს სადაზვერვო მონაცემების დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე და არა უკრაინის ვიღაცა ბუდანოვების და ეხლა კიდევ ახალი დაინიშნა კიდევ ვიღაცა ისინი არიან თოჯინები მარიონეტები და რასაც უნდა იმას აკეთებიებიან ხო მთლიანად მთელი რესურსი ჩადო ნატომ და ევროკავშირთან იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთი დაესუსტებინა და გაენადგურებინა მაგრამ პირიქით მოხდა ეს ყველაფერი პირიქით რუსეთმა მთლიანად თავიდაბოლომდე მთელი დატვირთვით აამუშავა თავისი მთელი სამხედრო მრეწველობა ამავდროულად დაიწყო ეკონომიკური ზრდა დაიხვეწა მთელი თავდაცვის ზალები და გადავიდნენ თანამედროვე ტიპის სამხედრო ტაქტიკაზე და შეიქმნა დრონების ბრიგადები, რომელიც არის ეფექტური და მეტი, ესე იგი, შედეგის დამდებიანი და ნაკლები დანაკარგი ცოცხალი ძალის, ხო? და თქვენ წარმოედგინეთ ახლა აქ ჩვენთან ეს ჭინკები და ეს ავამტყოფი წვინგარეცხელი ადამიანები დღეს ისე ვიზახენ რომ გავწევდით ევროკავშირში და ნატოში. სად მიდიხართ? დაშლილი არის, უძლურია უკვე ეს და ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. კორუმპირებული ორგანიზაციები არის ეს ორივე. აი ფულების გათეთრების მიზნით ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. დღეს უკრაინა ნახევარზე მეტი უკრაინა თუ ასეთ მდგომარეობაში არის და ამდენი დახოცილები და ამდენი დევნილები სულ ნატოს და ევროკავშირის კისერზია ეს ყველაფერი და არა რუსეთისგან ნუ გაიშვა ხელს იმიტომ რომ რუსეთი აქ არაფერში არ არის. რუსეთისთვის თავიდან რომ მოესმინათ და რუსეთის პრეზიდენტისთვის თავიდან რომ მოესმინათ და რასაც ის ითხოვდა ხო დღეს ერთი ტყვიას არ იქნებოდა უკრაინაში გავარდნილი და ერთი ადამიანიც არ იქნებოდა დაღუპული მაგრამ არ მოусმინეს და ეს ჭირდებოდა მაგრამ გააკეთეს ხო ამიტომ ბატონო შმაგი დრო არის იმ მოვიდა თუ არა დრო იმისა რომ დაინახა საქართველოს მოსახლეობამ კაცო ის შესაძლებლობები ის სიძლიერე რუსეთის ხო და არ არის ისე აქრო აღიქვამდნენ რომ არ იქათ და გამოფინეს ეს უკრაინელი დროშები და ზოგმა საჯდომებზედაც კი მიიხატეს უკრაინელი დროშები და ისე დარბოდნენ ქალაქებში ხო არ არის ესე ხო ეს კაცო და ხო უნდა დღეს რაღაცნაირად მოახერხოს ხელისუფლებამ და დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან იმისათვის რომ აგერ ახლა თვითონ ესენი ამბობენ ახლა ევროკავშირის ლიდერები იძახიან უკვე და თვითონ ეს ისინი იძახიან რომ ჩვენ რუსეთთან უნდა დავიწყოთ აუცილებლად დიალოგი და მით უმეტეს ახლა მაკრონი რო ყოველთვის წინააღმდეგი იყო ახლა იძახისო თუ რა კაცო რა საბობ შენ ჩვენ მაგის გარეშე როგორ წარმოგიდგენიაო და ჩვენ რა დაგვემართა რა ვჭირს კაცო რატომ ვერ ბედავენ და რისი ეშინია გამაგებინა საქართველოს კოლონიური ხელისუფლება საქართველოს კოლონიის ხელისუფლება არის კიდევ იმ პარადიგმაში და იმ ვითარებაში, რომელიც იყო ამ 30 წლის მანძილზე. ისინი ჯერ ვერ არიან გამოსული ამ ახალი მდგომარეობიდან. როგორც ასეთი, აი გერმანია თქვენი ნახსენები, საფრანგეთი, გერმანიის ხელმძღვანელობა უკვე ახლა გამოვიდნენ, ერთი კვირია რაც გამოიწურთ, არა. მანამდეც მაგენი მასე იყვნენ და ხმალამოსილები იყვნენ, ესე იგი როდიდან იყო ნამბურუსი ესე ვერ გავიგე კაცო მე. და რაც შეეხება რუსეთს, რუსეთი გახდა სახელმწიფო მაგრამ მე ქართველებს ახლა ეჭვიეპარებად მე ვიცი რომ ჩვენ ესე ამ 30 წლის პროპაგანდის ნაცვლად ქართულ საზოგადოებას კიდევ ეჭვიეპარება და კიდევ იმ ილუზიებში არის რომ რუსეთი დღესმალ დაიშლება ასე დაამარცხდება დაიშლება და ჩვენ ამით რუსეთის დაშლით ჩვენ ბედნიერებასა და აი ახაც კარგ ცხოვრებას მივიღებთ აი ამ ესე იგი ცრუ ილუზიებში არიან ეს ქართველები მაგრამ მე თქვენ მაინც გითხრათ რუსეთი დღეს კი არ გაძლიერებულა რუსეთი გაძლიერდა მაშინ როდესაც ბაიდენის ხელისუფლების დროს, რომელიც იყო იმენა ანტირუსული იყო ბაიდენის ხელისუფლება, მას არ გააკეთებინა, ესე იგი, ჩვენი ცნობილი ანაკლის სპორტის აშენების ეპოპეა, გაიხსენეთ კრემლმა ესე იგი არ მისცა ნებართვა, რომ ესე იგი ანაკლიაში აშენებულიყო ამერიკის პირდაპირ ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების პორტი. კრემლმა ეს არ გააკეთებინა და ჩვენ უნდა მივხვდეთ, უკვე მაშინ უნდა მივხვდარიყავით, რომ ესე იგი რა ძალა არის რუსეთი და როგორ შეუძლია მას პრობლემები გადაჭრას. როგორ შეუძლია? და ახლა ჩვენ ახლა ამას თუ ვერ მივხვდებით, რომ რუსეთი არის ძალა და არა ესე იგი გაპიარებული ჟანგიანი ტანკებისა და 50 წლამდელი ესე იგი გამოშვებული რაკეტების რაღაცა ზღაპრების ესე იგი იდეოლოგიური მასში თუ იქნებით ქართველები მასე ჩვენ წინ ვერ წავართ
ჩვენ აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ რუსეთის ესე იგი გეოპოლიტიკურ ორბიტაში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების კოლობა. ჩვენ სახელმწიფო დღეს უსაფრთხოების ესე იგი არავითარი გარანტიები არ გააჩნია არც ერთ სახელმწიფოებისაგან. და როდესაც ეს ტრიუმვირატი, ჩემგან ახსენები ტრიუმვირატი დღეს უკვე მსოფლიოს ესე იგი ახლებურად ალაგებს, ჩვენ უკვე მიგვანიშნეს პირდაპირ თუ ვირიბად მიგვანიშნეს, რომ საქართველოს და მთლიანად კავკასია არის რუსეთის ინტერესების ქვეშ, მათი შეთანხმების შედეგად. და ახლა თუ ესენი შეთანხმდნენ, ესე იგი ტრამპმა განუცხადა აგერ ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თქვენო ბრძანდებითო, ესე იგი რუსეთის ტერიტორიაო. ესე იგი ვიცე-პრეზიდენტი ვენსის ვიზიტის წინ, რომელიც დაგეგმილი არის ერევანში და ბაქოში. მისი ვიზიტის წინ ასე განცხადება გააკეთა და ჩვენ ახლა სანამ ესე იგი ტრამპი არო ესე იგი მეგაფონით არ გვიყვირებს, რომ არიქა ქართველობა მედამანებე თავი და თქვენი წადითო მოსკოვში და იქ გადაწყვიტე თქვენი პრობლემები, სანამ მეგაფონით არ იყვირებს სახალხოდ, მანამდე ვერ უნდა მიხვდეთ ესე იგი ბატონო ფესაში მაგი გააგზელეს შემდგომ მე თქვენ ახსენეთ ახლა უცებ ხუში მომხდა რა ანაკლიის საპორტი ახსენეთ და ახსენეთ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის აშენება. ახლა მე როგორც სამხედრო სპეციალისტი არ შემიძლია რომ ამ თემას არ შევეხო და ძალიან საინტერესო იქნება. ხო, ცლად არ უთხრა საზოგადოებას. რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწვოვანი ანაკლიის ისა პორტის მშენებლობა და რატომ იყო შეფუთული რაღაც გარკვეული ეკონომიკური თავისუფალი სავაჭრო ზონის რაღაც იმით საფარქვეში რატომ იყო ეს ყველაფერი ეს მართალია ბატონო შაკი ეს იყო მე გეტყვით ახლა საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა პროექტი სადაც უნდა აშენებულიყო საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტი წყალქვეშა გემების საზღვაო ფლოტი წყალქვეშა გემების იმიტომ რომ ღრმაწვოვანი 400 მეტრიანი კანიონი არის სადაც ესე იგი არაჩვეულებრივად მიიღებს ეს ტერიტორია წყალქვეშა გემებს და განთავსდებიან იქ ეს იყო პროექტი არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს როცა ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და მაშინ როდესაც ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩვენ არანაირი პრობლემები არ ქონდა ტერიტორიებთან დაკავშირებით და არანაირი კრიზისი და არანაირი ეკონომიკური ისა ქონა ვარდნები პირიქით მაშინ თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენ საბჭოთა დროინდელი ისა ვართ თაობა ვართ საქართველოს პატარა შვეიცარიას უძახოდნენ რა საბჭოთა შვეიცარიას ყველაფერი ქონდა აბსოლუტურად და ამის განცდაც კი არ ქონდა ვაიმე ხვალ რავჭამოთ და ვაიმე ხვალ საიდან დაგვესხმებიან თავს და ვინ დაგვანგრევს და ვინ დაგვაქცევს არ იყო ამის განცდა ანუ ეს პროექტი რომელი პროექტი არსებობდა ხო უნდა აშენებულიყო და განთავსებულიყო საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალები და წყალქვეშა საზღვაო ძალები შემდგომ გარბაჩოვის მოსვლის შემდგომ ეს პროექტი დაკონსერვდა და დაიდო მაშინდელი ამიერკავკასიის შტაბში არქივებში დაიდო ეს ყველაფერი და შესაბამისად გაჩერდა ეს პროექტი გაჩერდა შემდგომ ჩვენ როდესაც გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროში საფრთხეებით დაიწყო შემოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტმა და დაზვერვამ და მთლიანად თუ რამე იყო დარჩენილი დოკუმენტაციები საბჭოთა კავშირის დროინდელი დარჩენილი დოკუმენტაციები ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილები და მთელი ეს პროექტები მათმა აიღეს ყველაფერი აიღეს რატო ხელში რადგან ესე პირდაპირ ესე ხახაში ჩაუგდეს კოლონიად ვაქციეს ყველაფერი გაგვიუქმეს ყველაფერი დაგვინგრიეს გავხადეს გაგვამათხოვრეს ხალხი გაგვამათხოვრეს ფაბრიკების შეგდებულად დაანგრიეს და აბსოლუტურად გავხადეს ქუჩაში მაწანწალა ერად გავხადეს ხო და შესაბამისად როდესაც ნახეს უკვე ამერიკის სპეცსამსახურებმა ამხელა ასეთი უნიკალური ტერიტორია და ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი რომელი მათთვის ობიექტი რომელი ობიექტიც იყო პირდაპირ რუსეთის წინააღმდეგ რატომაც არა გავაკეთოთ და დაიწყეს ამ პროექტზე მუშაობა და დააწყეს რაღაცა თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონა და დაიწყეს ამერიკული საზღვაო წყალქვეშა ფლოტის აშენება უნდა თქვენ წარმოედგინეთ რა საკეთებდნენ და რა უნდა გაეკეთებინათ მაგრამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რუსეთმა და არ დაუშვა ეს არც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე რომ მithpidapir საფრთხეს უქმნიდა რუსეთს თლიან თავიდან ბოლომდე მთელი შავი ზღვის ევკატორიაში გარდა მარტო შავი ზღვისა წყალქვეშა გემებს კარგად მოგეხსენებათ რომელიც არის ბირთვული რაკეტების მატარებელი გამხელა დიდი საფრთხე შეექნებოდა რუსეთს და ამავდროულად ჩვენ ქვეყანასაც ხო ეს მოხდა მაგრამ მოხდა რა კიდევ ეს ახლა ბიჭო ამ ხელისუფლებამ
გადადგა ნაბიჯი, ხო? წავიდა ჩინეთში. ჩვენ კარგად შევხედეთ და ვნახეთ თუ როგორი გრანდიოზული შეხვედრა მოუწყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის ხელი როგორი შეხვედრა მოუწყო ესეთი შეხვედრა მე არ მახსოვს ისტორიას არ ახსოვს და ვერც ეღირსებოდნენ ესენი გაიგიას ხელისუფლება ამას ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას მაგრამ ჩვენ ნავხეთ ეს რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწყეს ესეთი მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრა და მიღება ხო და დღეს ეს კაცი ეგეთ ციხეში გამოკეტეს ამ უსინდისრიობა ამგენა გაიგე მე რა მოხდა ბიზნეს აწარმოებდა ადამიანი ხო სახელმწიფო ხარ მოუპარია, მაგრამ თქვენ რაღაცა იქ ერთმანეთში ვერ გაქვთ. კარგად დალაგებული სიტუაციები. და ჩინეთს მიეცით გარანტიები იმისა, რომ აქ აშენდებოდა მართლაც ეკონომიკური პორტი, რომელიც წაადგებოდა ჩვენ ქვეყანას და დასაქმდებოდა მთელი დასავლეთ საქართველოს. წარმოიდგინეთ და თანაც მეტიც უკვე საქართველოს შეექმნებოდა უსაფრთხოების ქოლგა, ხო? და ფაქტიურად უკვე შუა დერეფანი, რომელიც აბრეშობის გზა გაიხსნებოდა. კი ბატონო, უპრობლემოდ. გადააგდეს სამგენა ბიჭო. ასე გამოიგე. შემოიყვანეს ვიღაცა ბრიტანული კომპანია, რომელმაც ესე იგი დაიწყო ვითომ სამშენებლო პროცესები, მაგრამ ეს ბრიტანული კომპანია არის ბრიტანეთის დაზვერვა. გესმით რაშია საქმე და არა კომპანია რომელიც რაღაცა იქ წინა სამშენებლო კომპანია სამუშაოებს დაიწყებს ხა. უნდა ესე იგი ჩინეთ ჩაუკვეხეს ბრიტანეთის დაზვერვა. გესმით? აი ხლა ტრიუმვირატიზაცია. ასე სისულელეებს აკეთებ კაცო თქვენ და როგორ ეხლა როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ახლა ასეთი არასწორი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, როდესაც შენ ჩინეთთან ალაგებ მდგომარეობას, ახლა უზარმაზარი პორტი უნდა აგიშენონ, მთელი ეს აბრეშუმის დერეფანი უნდა ამოქმედონ, გაიგე, მე ამას მოიტან და უკვე აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, აფხაზეთის ქართველების და მეგრელების და მთელი ამ ადამიანების შერიგებას, ჩაიმას ხო? ბიჭო, ეხლა რას აკეთებ ვერ გავიგე თქვენ და როგორ შეიძლება რომ ასე უთაბოლო პოლიტიკით თქვენ იაროთ და ასე უთაბოლო პოლიტიკიდან გამომდინარე დაამყარებენ ესენი ურთიერთობას რუსეთთან და ძალიან ძნელია და ბევრი კითხვის ნიშნები რჩება აქ ბატონო ტრისთან თქვენს განცხადებაში რომ მართლა ესე იგი კრემლთან ურთიერთობა ჩვენი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ქართული ეთნოსის გადარჩენის, იმიტომ რომ ჩვენ ვარ დემოგრაფიულ ორმოში ჩავარდნილი, დემოგრაფიულ კოლაფსში ვარ ჩვენ ჩავარდნილი. მთელი სახელმწიფო და ეროვნული კატასტროფაში ვართ. ჩვენი გადარჩენის საწინდარი არის ყველანაირი, ესე იგი რაღაცა ილუზიებისა და პირობების გარეშე რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში დაბრუნება, ტრადიციულ ორბიტაში დაბრუნება და ამისათვის შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვა. ყველანაირი ოფიციალური, არაოფიციალური. მე ახლა ეს არაოფიციალური, იმიტომ რატო აღვნიშნე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და კრემლი ერთმანეთში აწარმოებენ ესე იგი არაოფიციალურ მოლაპარაკებებს. სადაც ესე იგი ტრამპი თავის სიძეს და უოტკოპს და კუშნერს, რომელიც მისი ოჯახის წევრია, ამ ორ ადამიანს უშვებს, რომ თავისი ოჯახის წევრებს უშვებს პუტინთან და კრემლთან მოსალაპარაკებლად. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სოფლიო ისტაბლიშმენტში მიღებული არის არაფორმალური, ესე იგი გარიგებები, მოლაპარაკებები, რომელსაც აწარმოებენ, რომელიც დაფუძნებული არის პირადი კავშირების და პირადი ავტორიტეტების, ესე იგი ნიშნით. აი ამაზეა დამყარებული. ჩვენ არც ესე იგი ამას ხედავ, ჩვენ უკვე ამას გვაჩვენებენ ეს დიდი სახელმწიფოები როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთში. ხო და ამიტომ ჩვენც უნდა ავირჩიოთ ისეთი ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მიესვლებათ კრემლში, რომლებსაც კრემლი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ტრამპი ეუბნება პუტინს, რომ მე შენო გამოგიშვებო, ჩემს სიძეს მოსალაპარაკებლად. პუტინი რაზე მაცალე ერთი შევისწავლო ვინა რა არის. აი ასე არის, ასე ხდება. ხო და ამიტომ ძალიან ესე იგი სასურველი კი არა ჩვენ მეტი გზა არ აქვს. ერთმანეთში მაგათ უკვე პრინციპში გადაწყვეტეს საქართველოს საკითხი, კავკასიის საკითხი. აი ირანთან მიმართებაში ჩვენ უნდა ვნახოთ როგორია ირანში უკვე დაახევიეს უკან ირან უნდათ ირანში მორიგი ფერადის რევოლუციის მოწყობა უნდათ ირანში, ამერიკასა და ამერიკის შეერთებული შტატებსა და ისრაელს და მათ უკან მდგომ სახელმწიფოებს, მაგრამ ირანს უკვე პრინციპულად გვერდში დაუდგნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და მათ პრინციპულად განუცხადეთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ ირანში, ესე იგი ხელისუფლების შეცვლას და სამხედრო დარტყმების
შემთხვევაში ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, გვაქვს ეს ყველაფერი, ესე იგი ამერიკის ავიანოსებს ჩვენ ყველას გავანადგურებთ. ავიამზიდებს ჩვენ ყველას გავანადგურებთ და ამისათვის ჩვენ წინასწარ გააფრთხილეთ, იყო ზარი კრემლიდან როგორც იტყობინებიან ვაშინგტონში, იყო თელ-ავივში და ესე იგი ეს ყველაფერი უკვე შეზღუდეთ, მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა კონტრპროდუქტიული. ესე იგი აქედან გამომდინარე ყველა ეს პრობლემები, რომელიც ახლა მე ცოტა ახლა დროში სავალ, ყველა ეს პრობლემები, რომელიც ჩვენ სირგული ხდება, ყველა ეს გადაჯგუფებები, რომელიც ჩვენ სირგული არის, ახალი სახელმწიფოებისა და კავშირების შექმნა, გვანახა, ესე იგი, ქართულ სახელმწიფო ხელისუფლებას უნდა დაინახოს, რომ ესე იგი, რაც უფრო ადრე დაიწყებს მოსკოვთან, ესე იგი, შესაბამისი აღჭურვილი, დობით აღჭურვილი თუ ესე იგი აფორმალური, არაფორმალური ადამიანისაგან მოლაპარაკებების დაწყებას მით იქნება უფრო უკეთესი. იმიტომ რომ კრემლი ჩვენ ვიცით, მასეთი უბრალო არ არის. კრემლში დღესაც უკვე ახლა თქვენგან ახსენები ინგლისისა და ფრანგისა და ესე იგი გერმანელების ლიდერებმა ახლა აღნიშნეს, რუსეთთან ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ხვალე მას მიიღებენ იქ კრემლში მათ. ეს ამათ არავითარ შემთხვევაში. კრემლში არის თავისი იმპერიული ტრადიციული ესე იგი ეტიკეტი, ტრადიციული წესები, რომელსაც ისინი არ არღვევენ და ისინი მიყვებიან მას. და ამიტომ მაბატია და შეიძლება გააგრძელოთ. თქვენ ახლა ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფრაზა წარმოთქვით. უნდა შეირჩიეს ისეთი ადამიანიო, ან უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც მიესწრებათ კრემლშიო. და სასურველი იქნება კრემლისთვის, რა თქმა უნდა. რომლებსაც მისაღები იქნება. მე გეტყვით, ნუ ესენი ახლა არ არის მისაღები, როგორც ჩანს, იმიტომ რომ არა, რატომ იცი? ეხლა როდესაც ერთხელ შემოგთავაზეს, მეორედ შემოგთავაზეს, მით უმეტეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება და მე ძალიან გაგმასვს და ვადები თვალს მის განცხადებებს, რომ ის მზად იყო და ესაუბრათ როგორც აფხაზურ, ქართულ, ოსურ ურთიერთობებზე, ასევე სხვა და ერთხელ გააკეთა განცხადება რკინიგზის ადგილასთან დაკავშირებით ამაზეც. მაგრამ იყო განცხადებები მაგრამ ამათმა ეს ყველაფერი გაატარეს, გაატარეს. ერთხელ გაატარეს, მეორედ გაატარეს, მესამედ გაატარეს. ამის ნაცვლად რომ იმის შემოთავაზება მათ მიიღოთ სერიოზულად და რაღაც გარკვეული მუშაობები დაეწოთ ამ მთელი დიპლომატიური რესურსი გამოეყენებიათ, რომ როგორმე მისულიყვენ იქამდე, ამათაც საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგეს, ისევე ამ რიტორიკით მუშაობენ, ევროკავშირში გაწევრიანება, ნატოში გაწევრიანება და იმ კონსტიტუციაში აქვს ეს ავადსახსენებელი ნატოში გაწევრიანების რაღაც პუნქტი ჩადებული, ხო? და ანტირუსული რეზოლუციებზე ხარდაჭერა. ანტირუსული რეზოლუციებზე ხარდაჭერა, ხო ეს მთელი ამბები. აი, და ბოლო გამოვიდნენ თქვენ რომ მიყვებით თუ სააკაშვილი გზას ისევე, გაიგე? სწორიც გააკეთა, კი, გააკეთა, მართლაც ესე არის, ხო? ანუ ამათ არ მიესწრებათ იქ, გაიგე, მაგრამ მე ვადევნებ ხა თვალს და ვხედავ ძალიან აქტიურად მოქმედებენ, აგერ ახლა რუსეთში მოღვაწე ადამიანები, კაცო. ეს ძალიან საინტერესოა. ხო, ბატონი მამუკა პიფია. რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ახლა ნახეთ და დავიწყო საიდან. გახსოვთ, როდესაც ისა უკრაინული დაჯგუფებები შეიჭრნენ კურსკში, ხო? კურსკში. და იმ კურსკში შეჭრის დროს გამოჩნდა ქართული დროშა. იქავა. ქართული დროშა. უკრაინის მხრიდან. ხო, შევიდნენ, ნუ ახლა ქართული ლეგიონი. არამენ ამგენმა არც ერთმა აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ მოახდინეს ამასთან დაკავშირებით. რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები და უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფების და მასთან ერთად შეიჭრა ქართული ქვედანაყოფები, ხო ეს დაქირავებულები და ააფრიალეს ქართული დროშა. ამასთან დაკავშირებით ხო რაღაც განცხადება უნდა გაეკეთებიათ, რაღაცა მინიშნება, რომ თქვენ აქ არაფერს შუაში არ ვემიჯნებით ან რამე. ვემიჯნებით ან რაღაც, არა, ფიფია მოახერხა, მამუკა ფიფია და ძალიან ვაშკაცური ნაბიჯი გადადგა, როდესაც ის ჩავიდა ჰუმანიტარული თვირთით საქართველოს სახელით. რუსეთში მოღვაწე ადამიანი, ქართველი კაცი, რომელიც ჩავიდა იქ საქართველოს სახელით. ამის შემდგომ ძალიან ბევრი მიტყვი აქტივობა არის დღესაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? ამავდროულად ამ ბოლო დროს გააქტიურდა საქართველოს საელჩო ცეცხლაძე. გააქტიურდა ძალიან მე ხო სათვისტომო. ხო საქართველოს სათვისტომო. პარტია არასოციალური სათვისტომო. მე გონა თუ საქართველოს სათვისტომო არ არსებობდა. ხო, არ არსებობდა, მაგრამ ამ ცეცხლაძე მაგათ დღეს ისეთი რაღაცები გააკეთა უკვე ამ ბოლო დროს მთელი ეს ქართული კულტურა და მთელი ქართული ეს ღონისძიებები წამოწია წინ, ხო? ანუ ეს ადამიანები იქ ფიფიას თამადობით, ცეცხლაძის თამადობით მიდის და აქტიურად მოქმედებენ იქ რუსეთში, სადაც ამ ადამიანებს უნდა ქონდეს საკეთდა მხარდამჭერა.
იმისათვის რაღაც გარკვეული პოლიტიკური განცხადებები, მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებები, რაღაც გარკვეული ის რომ თვითონ ესე ის რომ აგზნობინონ რომ თვითონაც მზად არიან, კაი, აგრე მისაღები კაციეს უკვე მამუკაფიფია, ხო? იმათვის კრემლისთვის, კაი, ეგე იმ დონეზე ეკეთებ ეს ყველაფერი, ხო? გამოიყენე შედალოცებული ეს ყველაფერი. რატომ არ იყენებ? ამ ადამიანთან რატომ არ აგაკ შენ კომუნიკაციები, რატომ არ გადიხარ კონსულტაციებს, რატომ არ მუშაობთ ერთად რაღაც გარკვეული მიმართულებით რომ ეს ისინი შეიქმნეს რაღაც ჯგუფები, რომლებიც ჯგუფებიც უკვე ამ PPS ხელმძღვანელობით უფრო მეტ სიღრმისეულად იმოქმედებენ, ხო? აი, ამასთან დაკავშირებით ასე სამწუხაროდ ახლა ცოტა ფართოდ შევხედოთ ქართულ-რუსული ურთიერთობებს. როგორც ჩვენ ვახსენეთ საქართველოს აი ასეთი ცრუ და ყალბი იდეოლოგიურმა ფონმა, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ესე იგი ქართული საზოგადოება მთლიანად ესე იგი გადანერგა, გადააწყო ანტირუსულ ესე იგი ქმედებებზე და ანტირუსულ აზროვნებაზე, ანტირუსულ მენტალიტეტზე და ანტირუსული პარადიგმა, რომელიც იქცა დამოუკიდებელი, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ იდეოლოგიური იარაღად, მთავარ იდეოლოგიურ ხერხემალად, ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ესე იგი რუსეთთან და ესე იგი კეთილგონიერი მოქმედებები, პრაგმატული და საგიაზი მოქმედებების ესე იგი რესურსები ჩაირთოს. იყო ქმედებები ჩვენივად გვახსოვს ქართული საქართველოს პოლიტიკოსებიდან ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით პირველ რიგში იყო ქმედებები, მაგრამ ასე თუ ესე იგი ამა თუ იმ მიზეზების გამო ესენი დაიბლოკნენ. და ქართულ-რუსეთის ურთიერთობები ესე იგი რა მოიყვანა, ეს იყო ვაშინგტონიდან ზარი, ეს იყო საელჩოდან ზარი თუ საიდან ჩვენ ახლა პროფესორ მაგათ მარჩელობა არ გვინდა, მაგრამ ესე იგი საქართველოში მოქმედი ესე იგი საზოგადოებრივ პოლიტიკური მოღვაწეები ასე თუ ისე არიან აი ამ ჭრილში. მე ვამბობ ისეთ ცნობად, დიდ ცნობად სახეებს, რომლებსაც ასე თუ ისე პოლიტიკურ ამის და საზოგადოებრივ ამის ქმნიან საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ქართული საზოგადოება ძალიან დიდ ემხრობა ქართული ხალხი ემხრობა, ესე იგი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და გამყარებას და ყველაფერი კარგის გაკეთებას. მაგრამ ეს ხალხი შიგნიდან, საქართველოდან, ხომ, ასე თუ ისე შეუძლებელი არის მათი, ესე იგი, კრემლისათვის, ესე იგი, არ არიან ისინი მზად. მე ასე ვხედავ. იმიტომ რომ ისინი არიან დაკავშირებული გარკვეული თავის პატრონებთან, ასე თუ ისე ამ 30 წლის განმავლობაში ისინი ასე თუ ისე არიან დაკავშირებული ამ ხალხთან და კრემლი ამას ხედავს და ამიტომ ესე იგი მე მგონია რომ აი ეს მიზეზი, აი საქართველოსთან რომ საქართველოში ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, საქართველოში ჩამოყალიბებული ესე იგი დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელიც წავიდეს მოსკოვში, აქედან კონდეს მას ესე იგი შესაბამისი უფლებამოსილება მიცემული, რომ ესე იგი კრემლში შესაბამისი ესე იგი მოლაპარაკებები ჩაატაროს და ესე იგი ხელი შეუწყოს საქართველოს რუსეთის მოლაპარაკებების. ასეთები არ ჩანს საქართველოში. მაგრამ აგერ ჩვენ ხედავთ, რომ ღმერთი ჩვენ არ დაგვტოვებს. რუსეთში თვითონ გამოჩნდნენ, როგორც იტყვიან, რუსეთელი ქართველებს უძახიან, ესე იგი გამოჩნდნენ ძალიან აქტიური ახალგაზრდები, აქტიური პიროვნებები, რომლებიც არავითარი მათ არ ქონდათ არავითარი ესე იგი პირადული ინტერესი და ისინი არიან წარმატებული ადამიანები, ისინი არიან ესე იგი ყველაფრით ესე იგი არაფერი არც ეკონომიკური არც უზრუნველყოფილი არაფერი, მაგრამ სამშობლოს სიყვარული საქართველოს ტკივილი მათ აიძულეს იმათ რომ ჩაერთრონ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობებში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების აღსადგენას. ამის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითი არის მამუკა ფიქია, რომელიც თქვენ ახსენეთ. კი ბატონო. და ახლა საფერხულში ჩაება კიდევ სათვისტომოს, ესე იგი ცეცხლაძე, რომელიც თლიანად მთელი პლასტი, მთელი ეს ქართული სათვისტომოები, რომლებიც ფუნქციონირებენ ასე თუ ისე კანტიკუტად იყვნენ საზოგადოებრივ საწყისებზე მთელი რუსეთის ტერიტორიებზე, ეს მაგარ გააერთიანა და ესე იგი უკვე რაღაც ცდილობს რაღაც პოლიტიკური ამინდის შექმნას, საზოგადოებრივი ამინდის შექმნას რუსეთში. და რაც შეეხება მამუკა ფიფიას, მამუკა ფიფიამ გამოიავლინა ძალიან დიდი, ესე იგი, მან თავისი პირადული რესურსი ჩვენ დაგვანახა, რომელიც გამომდინარეობს იმაში, რომ ამ კაცს ხელეწიფება, ესე იგი,
კრემლის სტრუქტურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, დაწყებული სახელმწიფო, ესე იგი, სათათბიროდან, გოსუდარსვენი დუმადან, ესე იგი, მას აქვს ძალიან კარგი პირადული ურთიერთობები და მას შეუძლია მას ხელეწიფება, ესე იგი, მთელი ეს პრობლემები, რაც შეეხება საქართველოს და იმას, ეს ყველაფერი გამართოს ამასთან შესაბამის, ესე იგი, უწყებებთან საუბარი. უფრო მეტიც ეს ხალხი თავისი ნებაყოფლობით გვიცხადებენ ჩვენ, რომ აგერ ვართ. მოდით გავაკეთოთ, არ არსებობს არც ერთი, ესე იგი, საკითხი ისეთი ჩვენ შორის, რუსეთსა და ქართველებს შორის, რომელიც იქნება გადაუწყვეტელი. არ არსებობს არც ერთი პრობლემა. რომელიც არის გადაუწყვეტელი. ჩვენ უბრალოდ ისე გაგვა, ესე იგი, ისე შეგვიცვალეთ ცნობიერება ამ დასავლეთის, ესე იგი, პროპაგანდისტებმა, რომ სინამდვილეში ჩვენ შორის პრობლემა არ არსებობს. არავითარი პრობლემა არ არსებობს. საქართველოს, ესე იგი, სამნაწილად დაყოფა და სოხუმისა და ცხინვალის ეპოპეა გამოწვეული იყო საქართველოს ანტირუსული, ესე იგი, პოლიტიკის პასუხი იყო ეს ყველაფერი. ეს იყო რუსეთის იმპერიის პასუხი საქართველოს, ესე იგი, ანტირუსული ქმედებების შესახებ, ქმედებების პასუხად. რომელიც ესე იგი განსაზღვრავდა იმას, რომ საქართველოს უნდა შემოსულიყო რუსეთის პოლიტიკური მტრები და იქ თავისი ბაზები გაეკიდა ნატოს მხედველობაში. ამას არ დაუშვებს და ეს ნატო ის კი არ იქნება, აქ არ ჩამოვა ინგლისელი და ამერიკელი, აქ ჩამოვა თურქეთის ჯარი შემოვა უცბად. თურქი მოგივაგერებს ჩვენ ნატოს, ესე იგი, დროშით. და აღსრულდება სულთანებისა და, ესე იგი, რომლებიც რუსეთმა წაართვა 200 წლის უკან ეს ტერიტორიები თურქების და ოსმალების ოცნება ასრულდება ამით. ჩვენ კიდევ საქართველოში ვართო. ირანიც ასე იქნებოდა, მაგრამ ირანი დღეს, ესე იგი, ირანს რუსეთის ფაქტორი აჩერებს. ხო, იმიტომ რომ ირანი დღეს მტერი არის დასავლეთით, არა, ირანი ჩვენსკენ იქნებოდა დაგეშილი. ხო და ამიტომ ჩვენ უნდა, ესე იგი, პრემიერ-მინისტრ ახლა გამოაცხადა დისკუსია და დისპუტები გამართოთ. რასამო კაცო, როგორ შეიძლება? ესე იგი, დისპუტები და ეს ძალიან კაი. ჩავერთოთ ამ დისპუტებში, ბატონო. არა, მაბადით ახლა თქვენ ამბზანეთ. ეხლა ხო, ეს სხვათაშორის ეს განცხადება, რომელიც ახლა ხელისუფლებამ გააკეთა და პრემიერმა გააკეთა, რომ ჩვენო დავიწყოთ დისკუსიები, დავიწყოთ და ეს დავიწყოთ დებატები დავიწყოთ. ეხლა მეგეთყვით რაღაცას, კაცო. თუ დებატები გიდოდათ ამ კვლელებთან, ამ ბოროტ მოქმედებთან, ამ ტერორისტებთან, ხო? თუ დებატები გინდათ, მაშინ ეს კომისია რატო შევქენეთ? წულუკიანი რომელი კომისიას წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ხო? ამ კომისიის საფუძველზე თქვენ ხო უნდა გაგეუქმებიათ ეს პარტიები. რომელი პარტიების წინააღმდეგაც დაიწყეთ მოქმედებები, ხო? და ეხლა რას აკეთებთ, კაცო? ეხლა ამბობთ, რომ ისაო, დებატები დავიწყოთო? ვის ანიწყებთ დებატებს? კრიმინალებთან? თქვენ ხო იცით, რომ ესენი კრიმინალები არიან? ხო იცით, რომ მკვლელები არიან? ტერორისტები არიან? არაერთხელ ხონდათ ცდილობა სახელმწიფო გადატრიალების. არაერთხელ შემოიტანეს საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება, საშუალება ის გექსოდენი, რომელიც საქართველოში უნდა გაეკეთებინა ტერაქტები. ახლა მათთან იწყებთ კაცო იმას, რა ქვია, დებატებს იწყებთ და დიალოგს იწყებთ და ურთიერთობას იწყებთ. რას აკეთებთ, ვერ გავიგეთ თქვენ? როგორ გინდათ ეს ყველაფერი შეფუთოთ, ახლა ისევ გინდათ გააცოცხლოთ ესენი და გამოიყვანოთ პოლიტიკურ ველზე და ისევ საფრთხობელას როლში გინდათ მოგვივლინოთ საქართველოს მოსახლეობას. აღარ ჭამთ ამას ჩვენ ბატონო, არა. დაანებეთ თავი ამ სისულელეებს და მიდით და მიეცით საშუალება ფიფიას და დაანჩენ ამაგდარი ადამიანებს, რომ დაალოგონ რუსულ-ქართული ურთიერთობები. არავითარი დებატები და არავითარი ტერორისტები და მკვლელები, როგორ შეიძლება ბატონო? მე მეორე მხრივ მომხრე ვარ ბატონო ტრისთან. გავაკეთოთ დებატები, საზოგადოებრივი დისკუსია გამოვაცხადოთ საქართველოს რუსეთ ურთიერთობების შესახებ. კი ბატონო, ამაზე გამოვაცხადოთ საზოგადოებრივი საერთო დისკუსია. კი ბატონო, ეს არის ჩვენი, ესე იგი, უპრიანი არის და ჩვენთვის არის სასიცოცხლო. კი ბატონო. გამოვაცხადოთ ამაზე დისკუსია. მთელი საზოგადოებრივი დისკურსი გამოვაცხადოთ, რომ საზოგადოება ჩაერთოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ესე ფორმებისა და მისი პერსპექტივების შესახებ. ეს იქნება მშვენიერი, შესანიშნავი. ამაზე ეს იქნება უპრეანი, ამაზე მე ძალიან დიდი მომხრე ვარ, ასე დისკუსია თუ გახსენდება. მართალი დადეშმაგი. მაგრამ რაც შეეხება მამუკა ფიფიას, მამუკა ფიფიამ გამოვლინა ძალიან დიდი თავისი პიროვნული თვისებები. მან, ესე იგი, მას და მისმა პარტია ის არის ახლა დღეს საერთაშორისო მდივანია სოლიდარობა მშვიდობისათვის პარტიის და ამ ეგიდით მან 3 წლის უკან დაახლოებით და 3 წელია უკვე თითქმის გასული არა, რაც ფრენები, ესე იგი, მისი ინიციატივით მოხდა. მისი ინიციატივით მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო ფრენების, ესე იგი, აღსდგენა.
მისი ინიციატივით მოხდა, ესე იგი, რამდენიმე 1000 ქართველი, რომლებიც უკვე არალეგალურად იყოფებოდა რუსეთში, დოკუმენტების, ესე იგი, ვადაგასულობის გამო და ესე იგი, არალეგალურად იყოფებოდნენ, მან ეს კრემლს მიმართა მაგან და ეს პუტინმა ეს ჩამოჭრა და ეს ქართველები ლეგალური გახადა. მისი ესე იგი ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო აი ესეთი ქართველებსა და აი ესე იგი რუსებს შორის ურთიერთობის აღდგენაზე. მან ერეკლე მეორის ესე იგი ის გზა გეორგიევსის ტრაქტატის გზა მან აღნიშნა საქართველოში და ამიტომ ის მოუწოდებს ყველა ქართველს დღეს კრემლის ესე იგი ყველა მესეურეთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საერთოდ საქართველოსმა უნდა გამოვიყენო, უნდა გავიგოთ მთელი სხვა ერების მაგალითი, სომხების მაგალითები, აზერბაიჯანის მაგალითები, ებრაელების მაგალითები, როგორი თავისი რესურსებს ისინი სახელმწიფო იყენებს, მთელ მსოფლიოში თავისი ისიც რა არის, ჩვენ ძალიან უბედურება გვაქვს ბატონო შმაგი, იმიტომ რომ თუ დავინახეთ რაღაცა მართლაც გამოჩენილი ასეთი ადამიანები, ეგრევე დაესხმებიან თავს, აი ბულინგები და რა ვიცი, ბიჭო, უნდა გიხარობდეთ, გესმით რაშია საქმე. ახალგაზრდა კაცი რომელიც ენერგიით სავსე, გონება უჭრის, ცოდნა აქვს, რესურსი აქვს, ადამიანური რესურსი აქვს, კაცური რესურსი აქვს და იქაც დიდი რესურსი გააჩნია. ეს უნდა გიხარობდეს, პირიქით რომ აგერ ქართველი კაცი გამოჩნდა, ეგ რომელიც ამ მნიშვნელოვანი საკითხისათვის ბრძოლობს და ზრუნავს. აქ კიდევ აიმე ბიჭო, თქვენაც ბოროტები, გაიგეთ? თქვენ ახართ ის ადამიანები, რომელი ადამიანები პირდაპირ ხელს უშლით, გაიგეთ? სწორედ ამ დიდ გზას, რომელიც გზას გაგვაერთიანებს დღეს და რომელიც გზას ერთიანობის გზაზე დაგვაყენებს, ამას უშლით. და თქვენ ახართ დასაჯელები და თქვენ ახართ დღეს პასუხებაში მისაცემები სულ ყველა ის ადამიანები, რომელი ადამიანები დღეს თავდაღირაღებენ საქართველოს. ბატონო შმაგი. ამ ხრივ მე მინდა კიდევ აღნიშნო ხო თქვენი ესე იგი ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეთ ეს 30 წლიანი ასეთი კოლონიური წლეხის ქვეშ რომ ვართ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ რუსეთ-ქართველის საქართველოს ეს არის დიდი საფრთხე დასავლეთისათვის, ქართველებისა და რუსეთის ესე იგი ტანდემის აღდგენა. ერთი უძლიერესი ტანდემის აღდგენა და ამისათვის ისინი არაფერს არ დაიშურებენ, რომ ეს ესენი არ შედგეს. ჩვენი საუბრები არ შედგეს და ქართველების ისევ რუსებთან დამეგობრება არ შედგეს. ამისათვის ისინი გამოიყენებენ ყველა რესურსებს, ამისათვის ისინი სპეციალურად შემოაგზავნიან თავიანთ ესე იგი აგენტებს, რომ ეს ესე იგი ქართულ და რუსულ ურთიერთობებს ესე იგი საფრთხე მისცეს, არ გაკეთდეს და პირიქით დისკრედიტაცია გაუკეთოს ამ საკითხს. ქართული საზოგადოების თვალში. ჩვენ ამისათვის უნდა ვიყოთ მზად პატრიოტებო ტელემაყურებლებო, რომ ესე იგი ის რამდენი დიდი ესე იგი მილიარდები არის ჩადებული იმაში, რომ ქართველები და რუსები არ გაერთიანდნენ კიდევ და ერთ ესე იგი გეოპოლიტიკურ პარადიგმაში არ მოხვდნენ. ამასთან დაკავშირებით ყველა ეს ქართველები არიან ჩვენი რესურსი და გამოსაყენებელია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან. ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი დრო ამოიწურა, საკმაოდ ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა ახლა მე და ბატონ შმაგის და მართლაც რომ მნიშვნელოვანი არის, აუცილებელი არის, რომ ქვეყანამ და თვითონ ხელისუფლებამ გადადგას ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯების საფუძველზე დაიწყება ქვეყნის წინსვლა, აღშენებლობა. ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგე და აფხაზ და ოსი ხალხის დაბრუნება ჩვენს ოჯახებში, როგორც ვიყავით ადრე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გვიყურებთ, კარგად გრძელდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა, მშვიდობა მოგცემთ ღმერთმა.